ძლიერი წვიმის შედეგად აჭარაში რამდენიმე ადგილზე სტიქიური მოვლენები განვითარდა. ქედაში სოფელ დოლოგანში საცხოვრებელი სახლი დაინგრა და შადა 2 ადამიანი. ქედის მერიის ინფორმაციით სახლი მეწყერსაშის ზონაში მდებარეობდა და ოჯახს მუნიციპალიტეტის მხრიდან არაერთხელ მიეწოდა წერილობითი გაფრთხილება საცხოვრისის დატოვებისა და უსაფრთხო ადგილზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ. მათივე განმარტებით ოჯახი დამატებით გააფრთხილეს მოსალოდნელი უამინდობისა და გაზრდილი საფრთხის შესახებ, თუმცა მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მათ სახლი არ დაუტოვებიათ. სტიქიური მოვლენები განვითარდა ასევე ხელვაჩაურში, მდინარე მაჭახელა დილის 6 საათზე კალაპოტიდან გადმოვიდა, დატბორა რამდენიმე სახლი და დააზიანა ინფრასტრუქტურა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახლა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაიტბორა რამოდენიმე სახლი, დაიტბორა საფექნიკე ადგილები, ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამის სამსახურები, საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა და შესაბამის სამსახურები, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ ეტაპისთვის უკვე წყალის დონე იწევს, რაც გვაძლევს იმის წინაპირობას, რომ უახლოეს საათებში უკვე ყველა პრობლემას მოაგვარებს მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამსახურები. ჩართულია ყველა შესაბამის სამსახური, ასევე სამაშველო სამსახურები. მიმდინარეობს გვაქვს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია.